საქველმოქმედო ფონდ კომაგის ოფისში სამსახურიდან გათავისუფლებულმა პოლიციელებმა დღეს განცხადება გააკეთეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს პატიმრებს. საბრძოლო პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მათ დღეს გათავისუფლების მიზეზებზეც ისაუბრეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად სავარაუდოდ დაინიშნება ქალბატონი ეკას ღულაძე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, როდესაც ჩვენ ყველანი მოტყუებით დაგვაწერინეს პატაკები სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და პოლიტიკური ნიშნით 50-ზე მეტი თანამშრომელი გაგვათავისუფლეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. ეს ქალბატონი ეკას ღულაძე არც კი დაინტერესდა საერთოდ ჩვენთან შეხვედრით და ურთიერთობით. მე მინდა ყველა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს მივმართო. აქამდე თუ ყურები და თუ თვალები გქონდათ და ვერ ხედავდით, ყურები გქონდათ და არ გესმოდათ. ეხლა ხომ თქვენი თვალით დაინახეთ ეს ყველაფერი, რას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა. ეხლა მაინც აღარ დაუჭიროთ მხარი და არ დაეხმაროთ მათ ამ ბოროტების გაგრძელებაში. იცოდეთ, რომ თქვენი შვილები შეიძლება აღმოჩნდნენ იმავე მდგომარეობაში. ეს არის დანაშაული დღეს, ვინც კიდევ დაეხმარება ნაციონალურ მოძრაობას.